მოგესალმებით მეგობრებო. მორიგი ვიდეოთი. ნეო უკვე 3 თვის არის. სამწუხაროდ ვერ მოახერხე რომ რაღაც ვიდეოები გამეკეთებინა. და დღეს ერთ-ერთ დილას გავიყვან და უბრალოდ რაღაც პატარა სიუჟეტს გადავიღებ. პატარა თამაშით გავასეირნებ და თან შეგახედებთ როგორია ნეო. ამ ხელა ბიჭი გაიზარდა უკვე და ასე შემდეგ. ნახოთ აბა. ნეო, დაჯე. ყოჩახ, დარჩი. სტოპ, დარჩი. წინ. ყოჩახ. მოკლედ ახლა გავიყვან გარეთ და ნელა გავასეირნებ და ვნახოთ. აცრები. ბოლო აცრა გავუკეთე 5 ოქტომბერს და დაახლოებით 10 ოქტომბრიდან ვცდილობ გამოვიყვანო ნელა გარეთ და შევაჩვიო გარემოს. რომ ესე ვთქვათ სოციალიზაცია მიიღოს. გახარებულია ხოლმე ეცნობა სუნებს, გარემოს ხმებს. საკმაოდ საინტერესო ყოფილა ძაღლის გაზრდა, თუმცა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. არ მეგონა თუ ამ ხელა შრომა ჭირდებოდა ძაღლის გაზრდას. მაგრამ საკმაოდ შრომატევადი ყოფილა. ვიდეოებში რო მარტივად სრდიან, თვათ ეგრე არ ყოფილა. თუმცა ნებისყოფაა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ნებისყოფა თუ გაქვს, ძაღლის შესაბამისად პატრონს მსგავსებაა, ხო გიგიათ. ნებისყოფა როცა გაქვთ სწორად უდგები, ასე თუ ისე ნორმალური ფსიქიკის ძაღლი დგება. გარდა იმისა, სისხლი რას გამოავლენს. ფსიქიკაც ნორმალური უნდა კონდეს ძაღლს. ეს ყველაფერი გაზრდის პროცესში მე უკვე გამოავლენს რომ გაიზრდება. ესე დაკონტროლშობს ხოლმე რა. დილაობით. მოდი წავივარჯიშოთ ნეო. დაჯე? დაჯე, დარჩი. შენ ხო ჭკვიანი ბიჭი ხარ. დარჩი? წინ. მიდი. ბრავო, ჩემთან. ოჩახ. შენ კაი ბიჭი ხარ ძალიან. წავედით. გავაგზავნოთ. კიდე გინდა აქეთ ძალიან შესავარდნია. იქ ზევით ავაგდოთ. მოდი, დაჯე. ჩემი ჭკვიანი. დარჩი. ეს ცოტა მარტივი ამბავი იყო ალბათ. დაინახა. კარგად. ყოჩახ. ჩემთან. ბრავო. ჩემთან. ყოჩახ. სასუსნავი გინდა? მოგეფერები, სასუსნავი ახლა არ მაქვს. მაგრამ მოგეფერები და იგივე გამოვა. კაი. წავედით. კიდე ვითამაშოთ ხო? თან შემაყვარა თავი, რაც მთავარია. აი სულ სხვა რაღაც ყოფილა რა, ანუ არ მეგონა თუ ესე შემიყვარდებოდა. ჩემ მეგობრებს ძალიან ბევრ ადამიანს ყავს ძაღლი, მონადირეც, არა მონადირეც და რაღაც და ასე თუ ისე
მქონია შეხება, მაგრამ საკუთარი სულ სხვა არის რა, როგორც შულზე რო იტყვიან, საკუთარი სულ სხვა არისო. აი ზუსტად ეგრე არის ძაღალზეც რა. შინაურ ცხოველზე ყოველ შემთხვევაში, მე ამ შემთხვევაში ძაღლი მიყავს და ძაღალზე გამოვცადე. ეს ყველაფერი. მოდი ცოტა გავართულოთ, ნეო. ჩემთან. ნეო. კაი, დაინტერესებული ხარ, მედიაბა. რა გაინტერესებს ნახე. არ შეგიშლი ხელს. ჩემთან. ჩემთან. მოილია ეგ და მოდი. ჩემთან. ნეო. დაჯე. კოჩახ. დარჩი, დაჯე. ნეო. რა ხდება? ემზადები, გადრო გადაგიგდო? არა, მანდ არ არის, აი აქ არის, ნეო. წავიდა უკვე მოსაძებნა, ჯერ არ გადამიგდია. ჩემთან, აი აქ არის, ნახე. აი აქ არის, შეხედე, ეს უნდა გადაგიგდო. დაჯე. დაჯე. დარჩი. ზემ გადაღებაში ხელი არ შეგვიშალოს. ყოჩახ, ჩემთან. ბრავო. ყოჩახ, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ნეო. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ნეო, ყოჩახ. თავარია, წერი რომ შემოვა და დაახლოებით 8-9 თვის იქნები, შენი გასაკეთებელი გააკეთო. ჩემი ყოჩაღი. ზოგი მეუბნება რომ თებერვლისთვის დაახლოებით 7 თვის იქნება და ქათამზეო გაიყვანეო უკვე. მაინცო ნახოსო, ხო და ზოგი მეუბნება რომ პირდაპირ მწყერია ჩვენეო რა. ხო და აი არ ვიცი. ერთი სული მაქვს ზოგადად გავიყვანო. ნუ იდეაში ტყეში ვართ გამოსულები და ჯერ პატარაა, მაგრამ 7 თვის, 8 თვის უკვე მაინც მოზლილია და არ ვიცი თუ დაწერთ კომენტარებში და რჩევებს მომცემთ. გადავავლებ თვალს და შემდეგ ნახოთ რას გადავწყვიტავ. მოდი ახლა აქ ცოტა კიდე გავართულოთ, ნეო. ნეო, ჩემთან. დაჯე. ჩემი ჭკვიანი. დარჩი. გავართულოთ. იმედია გადავაგდებ შორს. ოპა. წინ. ნახოთ რა სიძავს. აუ, იბავა მგონი უკვე. ბრავო! ჩემთან. ყოჩახ. მაგარი ბიჭი. Bravo! Bravo, bravo! Magari ხარ, ნეო, მაგარი. მოტანა კი იცი, მაგრამ იმედია ნადოლს არ დაღეჭავ რო დაინახავ მე. რო გასინჯავ. ყოჩახ. წადი. წინ. ესე დილაობით გამოვდივართ ხოლმე. ალბათ იქნება მესამე, მეოთხე გამოსვლა ზუსტად არ დამითვლია. სახლში ეზოში პატარ-პატარა ვარჯიშებს უკეთებ ხოლმე, თუმცა არ მცალია და ძალიან გული მწყდება, რომ უფრო მეტ რესურსს ვევრდებ რა ნეოს განვითარებისთვის. არა, ალბათ თავარია ელემენტარული დაჯე ჩემთან და რაღაცეები და მერე უკვე თვითონაც ჩამოყალიბდება, რომ გაიზრდება. ერთადერთი ძალიან გამიმართლა, რომ აი აქ არის სადღაც ჩემი სახლი რა და ძალიან მარტივია აქ. ხა სოფელ დიღომია ეს, რასაც ხედავთ. აქ ქვევით დიღმურა ჩამოდის მდინარე და ძალიან
სიმშვიდეა, სიწყნარია და მარტივია ესე ძაღლი გამოატარო. კამფეტის ქაღალდი დაითრიე? მომეცი? ჩემთან. ვიცი რომ კაი სუნი აქვს მაგას, მაგრამ მაგის გადაყლაპვა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. გაღებირი? სამწუხაროა აი ესეთი რაღაცეები რა, ეხა განა რა გადაყლაპავს და მოინერებს რა, მაგრამ რომ მოდიხარ აქ და რო აგდებ, მაგრად ეხავს ამის გადაგდება რა. ანუ ამას რო გადააგდებ, ღრუტუნიც უნდა დაიწყო ბარემ რა. იმიტომ რომ ღორობაა ეს ჩვეულებრივი. არ აქვს მნიშვნელობა ვინმე ხედავს თუ არა რა. შენ თავს ხო ხედავ. ღორი რატო უნდა იყო? მოკლედ რა. ვიღაცები დაიწყებენ ყველა ქვეყანაშია, მაგრამ თლათ ეგრეც არ არის. ნეტა რა საინტერესო რამე ნახენეო მანდ. ახალი კამფეტის ქაღალდი ხო არ ნახიან სიგარეტის ბაჭკა. კოლოფი, უფრო სწორედ. მოდი აბა გავართულოთ. მოდი ჩემთან, დაჯე. დაჯე. ნეო. დაჯე. დაჯე. დარჩი. წინ. ხალხად აი იქით გადავარდა. ნახოთ რა სისავს. მეც ვერ დავინახე კარგად სად გადავარდა. არაფერს არ ვეტყვი იქამდე სანამ არ იპოვის. რომ მიხვდეს რომ ცოტა შიგნით შევიდეს. თორე მომიწევს მე ახლა. წესით ავა და იპოვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მიდი იპოვე რა, მიდი. მანდარი. შენ გენაცვალე. ყოჩახ! ბრავო! ჩემთან. მაგარი ბიჭი ხარ. მოდი ჩემთან. ყოჩახ! ყოჩახ, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. მე ნუმკბენ უბრალოდ, ეგ თამაში არ არის. ყოჩახ, წავედით. ბრავო. კაი ბიჭი ხარ, ნეო. თავარია ჯიუტი არ იყო, რომ გაიზდები. ხვადები როგორებიც არიან, ეგეთი იქნები, მაგრამ იმედია ძალიან ნერვებს არ დამაწყვიტავ. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. პატარა გავერთეთ. ჯერ 3 თვისაა და დიდად არ მინდა რომ გადავტვირთო ზედმეტი რაღაც ბრძანებებით და რაღაცეებით. მით უმეტეს გარეთ რო გამომყავს, ვცდილობ მაქსიმალურად რომ თავისუფლად იყოს და რაღაცა კონცენტრირებული ისედაც არის შემზე, რაღაც ცოტა შორს რო გადის მოტრიალდება ხოლმე და მიყურებს. არ მინდა რომ რაღაცა ბრძანება ჩემთან და რაღაცეებით სულ გვერდით მყავდეს და ერთად ვიაროთ და რაღაცეებით გადავტვირთო რა. იმიტომ რომ პირველი ნაბიჯებია ამის ბუნებასთან და მაქსიმალურად დამოუკიდებლად, მაქსიმალურად თვითონ თავისუფლად, მაქსიმალური თავისუფლება აქვს მოკლედ რა. და რა ვიცი. არ ვიცი, ყველას თავის ძაღლი ისე უყვარს რომ გონია რომ საუკეთესო, მაგრამ ჩემთვის მართლა საუკეთესოა ეს ძაღლი, როგორც არ უნდა იყოს. დანარჩენი, არ ვიცი, ნელა რაღაც პატარა ვიდეოებს კიდე გავაკეთებ და იმედია თქვენც მოგეწონებათ.
ასე რომ ყველას გისურვებთ წარმატებას თქვენ საქმეში. აბა შემდეგ ვიდეომდე.